თქვენ გინდათ სამოქალაქო ომი, მაგრამ თქვენ სამოქალაქო ომს ვერ მიიღებთ, თქვენ ომს ვერ მიიღებთ, თქვენი ყურძღელი ნიშა ვერ გაბედავს საქართველოში შემოსვლას, გადმოაბიჯებს ნავით და იქ აღმოჩნდება სადაც ჯერად თავის მიერ აშენებულ ციხეში. სანდრაც იქ აღმოჩნდება და ზუგდიდელებო, ვისაც ნაცების ლიდერებად მოგაქვთ თავი, მე გპირდებით, რომ ზეგიდან ყველა აგებთ პასუხს, თქვენ ხვალდას ამარდებით, თქვენ კი არა, ამას გააკეთებს ქუთაისი, ამას გააკეთებს ბათუმი, ამას გააკეთებს კახეთი და ზუგდიდი არ უნდა შევწყვეთ, ამისთვის ვიბრძვით, არაფრით არ უნდა შევწყვეთ ზუგდიდი, ეროვნული მოძრაობის ეპიცენტრი არ უნდა შევწყვეთ და ზვიად გამსახურდიას მაგინებელს არც ერთი ხმა ზუგდიდის რაიონიდან ნაცბანდას, რომლებსაც კოლხების შესაცხენად რაღაც ამოთხრილი ჯურხუმულები ქონდა, სადაც მიყავდათ ქართველი ვაჟკაცები და გინდათ ის სიტყვა მაწვევინოთ, აუპატიურებდნენ, აი იმ ნაცბანდას არც ერთი ხმა, სირცხვილი თქვენ, სირცხვილი ზუგდიდელებო, ჩვენ პროვოკაციას არ წამოვაგებით, გაბედებ, თქვენ აგებთ პასუხს ზეგ, თქვენ აგებთ პასუხს, სანდრა რულოვსი ამ შენობაში თუ შემოვა, სანდრა რულოვსმა ზუგდიდში როგორ დააბიჯა ფეხი, სირცხვილი იმ ზუგდიდს, სირცხვილი ისეთი ზუგდიდი შევარცხვინე, რომელსაც ხმარ ხუთში ჩააგდებს და ზვიად გამსახურდიას მაგინებელს მიცემს ხმარ. ამიტომაც ჩვენ აქ მოსულები მე გადავწყვიტე შიმშილობა უბადო, ვიბრძოლებ ამით უნდა რომ ვიმართე სანდრა რულოვსი უნდა იყოს ციხეში. ამით მეტი არაფერი არ არის. მე შოთაძეს მიმართავ ქალაქის პროკურორს, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის რომ გამოიძიოს რომ ზვიად გამსახურდია თუ ბანდიტი არის. აგებიოს პასუხი სანდრა რულოვს. აი ამისთვისავად მე ჩემ ხმას ვიცავ ყველანაირად რომ ზვიად გამსახურდიათ მე არჩევნებში არ ვგებულობ მონაწილეობას ბოიკოტის მიმართ. არაფერი არ თქვა მინდა. გამამწარა ამ ნაკვია გაზეთმა და ჩამოვედი იმის გულით რომ ჩემი ბატონი ზვიადი საქართველოს პრეზიდენტი ვის მიცემ უფლებას არავის შევარცხვინე ის ზუგდიდი სადაც მუხტი იყო, სადაც ეროვნული მოძრაობა აქედან დაიწყო, რომ მიხეილ სააკაშვილი კახპას სანდრაიას თელმა ქუთაისმა იცის რა არის, რომელსაც ასე დაუჭერთ მთელი ზუგდიდი. ზვიად გამსახურდია შეურაცხყოფას გადამფრიალ სანდრა რულოვსმა დროზე დატოვოს საქართველო. რადია რატო მოდიხარ პროტუაზე რა უნდა მანქანა რომელსაც მიყიდა არ ის ამისთან ადამიანი საქართველოში უამრავია ეში დაბაბა გიშა დამოზარბა სად იყო მაშინ სანდრა რულოვსი 12 წლის ბავშვი რომ ურთიწყაში რომ მიება სად იყო სანდრა რულოვსი მაშინ არ გამიგონია შენ არ გამიგონია ყურები ქონდა დაცული და იმედო არ გამიგონია